და რას გვთხოვენ ახლა, ანუ ისო პრეზიდენტობის კანდიდატურაზე უნდა დავწეროთ კოდი, ესე იგი მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს ასაკი, ამერიკის მოქალაქე არის თუ არა და ასევე არის თუ არა 14 წელზე მეტი ნაცხოვრები ამერიკაში. თუ რომელიმე პირობას არ აკმაყოფილებს, მაგალითად არის 34 წლის და ხომ დაუბეჭდეთ, რომ შენ არ შეგიძლია იყო ამერიკის პრეზიდენტი, ან არ შეგიძლია იყარო ამერიკის პრეზიდენტობაზე კენჭი. და მერე უკვე უნდა დაუბეჭდოთ, თუ რატო არ შეუძლია, ანუ ეს რატო არ შეუძლია, ეს უნდა დავუსაბუთოთ ჩვენ და ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ამიტომ ის დავალება იგივე არის, რაც წინა სავარჯიშოში დავწერეთ, ამიტომ ამას ახლა მე დავაკოპირებ, გადმოვალ აქ, ჩავსვამ აქ და ახლა ამ სავარჯიშოში ხომ ვიცით უკვე რასაც ვაკეთებთ. ეს პირობა თუ სრულდება, ეს ყველა პირობა თუ სრულდება, მაშინ შეუძლია პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭისყრა, სხვა შემთხვევაში არ შეუძლია. ახლა ჩვენ უნდა დავუბეჭდოთ, რომ რატომ არ შეუძლია. მაგალითად, თუ მიუთითებს 35 წელზე ნაკლებს, მაგალითად 34-33-ს, მაშინ უნდა დავუბეჭდოთ, რომ ახალგაზრდა ხარ პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭისყრისათვის, ან სხვა რამე, აი ეს პირობებიც უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არ შეუძლია. ამიტომ დავიწყოთ ახლა ჩვენ კიდევ if გვინდა if age ნაკლებია 35-ზე, გავხსენით ურწერტილი, ჩამოვედით ქვევით, print დავწერეთ, გავხსენით ჭხილი, ორი ბრჭყალი გავხსენით და ახლა გადავედით show exercise-ში და აი ეს ტექსტი უნდა წამოვიღოთ ზუსტად აქ უნდა მოვძებნოთ, თუ რატომ არ შეუძლია იყოს ამერიკის პრეზიდენტი. აი ეს ტექსტი. You are too young. აი ეს ტექსტი. დავაკოპირეთ და წამოვიღეთ და ჩავსვით აი აქ. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით, shift-აბით უკან დავწერეთ და კიდე ერთი if გვინდა if და წამოვიღეთ ეს ცვლადი, ანუ ეს ცვლადი დავაკოპირეთ, რომელიც ცვლადიც ინახავს არის თუ არა ამერიკაში დაბადებული და მოქალაქე, ხო? ამ შემთხვევაში თუ ეს უდრის გავხსენეთ ბრჭყალი knows, მაგ შემთხვევაში არ შეუძლია და რატო არ შეუძლია, ეს უნდა დავუბეჭდოთ ახლა, ანუ print გავხსენით ჭხილი, გავხსენით ბრჭყალი და მოვძებნით ახლა ზუსტად ის ტექსტი, რასაც გვთხოვს აქ, თუ რაც უნდა დავწეროთ. დავაკოპირეთ, წამოვიღეთ, ჩავსვით და გადავედით მესამე პირობის შესამოწმებლად. უკან დავწიეთ კურსორი და if ეს ცვლადი დავაკოპირეთ, რა თქმა უნდა, რომელიც ცვლადიც ინახავს რამდენი წელი ცხოვრობს ამერიკაში. და თუ ეს ნაკლებია 14-ზე, მაშინ არ შეუძლია იყოს, ხო? პრეზიდენტი, ამიტომ ორ წერტილი დავსვით, ჩამოვედით ქვევით და print ჭხილი გავხსენით, ბრჭყალი გავხსენით და გადავედით ახლა ისევ show exercise-ში და ნახოთ თუ რა უნდა წამოვიღოთ. აი ეს ტექსტი უნდა წამოვიღოთ. Ctrl+C და ჩავსვით აი აქ. ესე იგი თუ ამ პირობას აკმაყოფილებს ყველას, მაშინ დაბეჭდოს, რომ შენ შეგიძლია პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭისყრა. თუ რომელიმე პირობას არ აკმაყოფილებს, მაგ შემთხვევაში დაუბეჭდავს, რომ შენ არ შეგიძლია პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭისყრა, პრეზიდენტი გახდე. მერე თითოეულ პირობას გადაუყვება ცალ-ცალკე და თუ რომელიმე პირობა არ აკმაყოფილდება, იმის შესაბამის ტექსტს დაუბეჭდავს. აი მაგალითად გავუშვით rand დავაჭირეთ. მაგალითად მივუთითა 33, აქ მივუთითა yes და აქ მივუთითა 16, ხო? გავუშვით და ეუბნება, რომ შენ არ შეგიძლია იყო, მაგრამ რატო არ შეგიძლია, თან უხსნის. გავუშვით, მაგალითად მივუთითეთ 37, მივუთითეთ ქვევით yes და ქვევით მივუთითეთ 13 წელი enter და ეუბნება, რომ არ შეგიძლია და თან რატო არ შეუძლია, იმასაც უხსნის. checks დავაჭიროთ, ჩაგვითვალა, 3 continuous დავაჭიროთ, დავასრულეთ მეოთხე იუნიტის მეოთხე ქვეთავიც და გადავდივართ მეოთხე იუნიტის მეხუთე ქვეთავზე, რომელშიდაც მხოლოდ ერთი სასწავლო სავარჯიშო და ერთი დასაწერი კოდი გვხვდება.